მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენოთ, რომ 1 ივლისიდან იწყება ფასდაკლებები და სრულ დიაგნოსტიკა იქნება 70 ლარი, ერთი კონკრეტული საკითხი 50 და ჩვეულ რეჟიმში 5 კითხვა ვოისებით პასუხი იქნება 30 ლარი. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ და დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება რაღაც გაიგოთ ყოველ შემთხვევაში, გაერკვიოთ რა რატო ხდება და რისთვის ხდება თქვენს გარშემო. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. პაუზა თუ დასასრული და ვნახოთ ორი ვარიანტი. პაუზა იქნება თუ დასასრული. მოდით ესე იგი, პირველი ვარიანტი, პაუზა თუ დასასრული და მეორე ვარიანტი, პაუზა თუ დასასრული. მოდით ორი ესეთი ჯადოქარი გამოვიყენოთ. ესე იგი, პირველი ვარიანტი იქნება ეს და მეორე ვარიანტი იქნება ეს. ერთი მზის ცავის ცოცხლზე, მეორე უბრალოდ უჭირავს ცოცხი, ხო? პირველი და მეორე ვარიანტი. ნახოთ, ვინც პირველი ვარიანტი აერჩევს, პაუზა თუ დასასრული, რა ხდება? ესე იგი, როგორც ასეთი ადამიანი რაღაცას სუიტყუება, პირველი ვარიანტი. ეს არ არის დასასრული, ეს არის პაუზა, უბრალოდ ადამიანი ცდილობს, რომ იყოს რაღაცა თავისი ტყუილები, რომ იტყვიან ესე გაამართლოს, რომ თავის ტყუილებს მოუწებნოს პასუხები. ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი რაღაცნაირად შევიდა ჩიხში, ესე ვთქვათ, არ იცის ახლა როგორ გამოვიდეს, თავისი არასწორი ქმედება იქნება ეს რაღაცა ტყუილი იქნება თუ რაღაც ესეთი დაპირებები და შესაბამისად ახლა რაღაცნაირად манипуლირებს იმასთან მიმართებაში, რომ როგორღაც შეიძლება ითქვას წაგიყვანოთ მის სცენარზე, ხო? ანუ თქვა თქვენ თუ რაღაცები მოსთხოვეთ ადამიანს და უთხარით, რომ ესე არ შეიძლება და არ გაგრძელდება თუ ამდენიც მოიტყვები, ნუ შესაბამისად ადამიანმა ჩათვალა, რომ მოდი ხარ, ცოტა ხანი манипуლატორულად მოვიქცევი იმისთვის, რომ მას ეგონოს, რომ საერთოდ დამკარგა. ეს არის პაუზა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, პაუზა თუ დასასრული, აქ მე ესე ვიტყოდი, რომ მოდით ნახოთ, პაუზა თუ დასასრული. აქ უფრო დასასრულის მდგომარეობა არის. შეიძლება ადამიანს კონდეს თქვენს მიმართ ემოციური სიტუაციაც, რაღაცა გრძნობები, ვთქვათ, ცოტა ისეთი მომენტია, ვთქვათ, ეჭვიანობდეს კიდევაც რაღაც ისეთი მომენტი იყოს, მაგრამ აქ მაინც არის დასასრული, იმიტომ რომ როგორ რაღაც ეცით ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა სჭირდებოდა და უნდოდა რაღაც ნახეთ დროებითი ემოციებისთვის, ენერგიებისთვის და არა რაღაცა სერიოზული ურთიერთობისთვის, რომელიც მერე განხორციელდებოდა რაღაცა სხვა ნაბიჯებით, ისე რომ აქ მეორე ვარიანტში არის ნამდვილად დასასრულის მდგომარეობა.